ტერმინების განმარტება პროგრამირებაში. დაწერა კომენტარებში თუ რამდენი მათგანი იცი შენ. პირველი, პარადიგმა. პარადიგმა არის პროგრამირების მიდგომა ან სტილი, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ ვაგებთ კოდის სტრუქტურას. ყველაზე პოპულარული პარადიგმებია ობიექტ-ორიენტირებული, პროცედურული და ფუნქციური პროგრამირება. მეორე, აბსტრაქცია. მარტივად რო ვთქვათ, აბსტრაქცია ნიშნავს რაიმეს გამარტივებას და რთული პროცესების დაფარვას. მაგალითად, მარტივი სინტაქსი Python-ში არაერთი აბსტრაქციის შედეგია. მესამე, source code და მანქანური კოდი. Source code არის ის, რასაც ადამიანი წერს, ხოლო შემდეგ პროგრამის საშუალებით, რომელსაც ქვია კომპაილერი ან ინტერპრეტერი, გარდაიქმნება მანქანურ კოდად, ანუ ნოლიანების და ერთიანების ნაკადად, რომელსაც უკვე ჩვენი კომპიუტერი კითხულობს. რომ შევაჯამოთ, source code არის ის, რასაც ჩვენ ვწერთ, მანქანური კოდი არის ის, რასაც კომპიუტერი კითხულობს. და ბოლოს მეოთხე, open source. Open source არის პროგრამა, რომელსაც გააჩნია გახსნილი კოდი. ანუ შენ ამ კოდზე სრული წვდომა გააქვს. შეგეძლია მისი მოდიფიცირება ან უბრალოდ დათვალიერება. ძირითად შემთხვევაში open source უფასოა და უფრო საიმედო, რადგან ათასობით დეველოპერს შეუძლია კოდში არსებული ხარვეზების აღმოჩენა და გამოსწორება. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი უფრო მეტი საინფორმაციო ვიდეოებისთვის.